ეს ფაქტიურად სამოქალაქო ომია, იმიტომ რომ მით უმეტეს ის რაიონები, რომლებსაც ახლა ომი მიმდინარეობს, აღმოსავლეთ უკრაინა არის რუსული რაიონები. უმეტესწილად რუსული მოსახლეობა ცხოვრობს მანდ. და შენ თანამოქალაქეს რო ესროლ, ამას კიდე ცალკე გაბედულობა სჭირდება. ამიტომ ვაგნერში შეყარეს ესეთი ხალხი, რომლებიც არ იყვნენ წინააღმდეგი, რომ ფულის გულისთვის ადამიანისთვის ესროლათ, ხო? და შემდეგ უკვე როდესაც ეს ომი გაჩაღდა, ასე ვთქვათ, რაღაც იქ ბევრი ჩამოასვენეს, ბევრის მეგობარი ჩამოასვენეს რუსეთში და რუსმა ხალხმა უკვე ჩაჯდა ეს ინფორმაცია რუს ხალხში, რომ იქ მტრები არიან და თურმე საჭიროა რომ იქ ეომონ და მე რაღაც კურსკის ოლქშიდაც განმოუშვეს ეს უკრაინელი მებრძოლები. ამან უკვე თავისთავად ეს რაღაც დრო გავიდა, რომ რუს ხალხში ეს ჩამჯდარიყო ეს მტრის ხატი და შემდეგ უკვე რომ არ გასჭირვებოდათ იგივე სამხედროებს, იმიტომ რომ რუსულ არმიაში ბევრი უკრაინელიც იყო და ბევრი ოფიცერს დაუშვათ კიევში ქონდა დამთავრებული და უკრაინის ტერიტორიაზე ძალიან ბევრი სამხედრო სიმძლავრეები იყო. არა მარტო ქარხნები, არამედ თვითონ ადამიანების მომზადების კუთხით და იქ ძალიან ბევრი ნაცნობობა ჰქონდათ მაგათ ერთმანეთში. ამიტომ ვაგნერმა გააკეთა ის, რომ ეს ომი დაიწყო და ხალხს ასწავლა ერთმანეთისთვის სროლა. ანუ მოკოქა სიტუაცია რა, ეს ომი მოკოქა, ასე ვთქვათ, თავიდან. შემდეგ ალბათ მეორე და უფრო მთავარი ამაზე უფრო მთავარი მიზეზი, რისთვისაც შეიქმნა ვაგნერი, იყო თავდაცვის სამინისტროსა და შოიგუს წინააღმდეგ. იმიტომ რომ პრიგოჟინს იქ რასაკვირველია რაღაც ახლა ომი რომ მიმდინარეობს, რაღაც ტყვია-წამლის მიწოდება, შეფერხება ყოველთვის ხდება, მაგრამ ესეთი რამე ხდება და აქედან ახლა ტრაგედიას არავინ არ ქმნის, მაგრამ შეიძლება ეს დივერსიულადაც რაღაც შეაჩერეს, რაღაც არ მიაწოდეს, რაღაც დაჭრილები არ გამოიყვანეს თავის დროზე, იქ ვიღაც დაიღუპა და ასე შემდეგ. ანუ ლოჯისტიკური რაღაც ნაკლოვანებების გამო პრიგოჟინი რაღაც შარვრიდან ამოხტა და დაუწყო გენშტაბს ლანძღვა ჯერ მერე უკვე მინისტრზე გადაერთო და შემდეგ უკვე ერთი კვირა, ორი კვირა და შემდეგ უკვე დაიწყო ლანძღვა და იმას საუბარში, რომ თურმე თავდაცვის სამინისტროში არიან მტრები და სამშობლოს მოღალატეები, ანუ რუსეთის მოღალატეები და ამიტომ ის მიდის მოსკოვზე, რომ რუსეთი გაანთავისუფლოს მოღალატეებისაგან. და გაიარეს რამოდენიმე ქალაქი და დარწმუნებული ვარ, მე ზუსტად დაგიხატავთ სურათს, რაც მოხდა მოსკოვში, კრემლში, შოიგუს უთხრეს უბრალოდ, რომ შენ გადადგები, ну არ არის აუცილებელი, რომ დღეს გადადგე, შენ უბრალოდ უნდა თქვა, რომ შენ მზად ახარ რომ გადადგე. იმიტომ რომ შოიგუ არ იყო პუტინის კაცი და შოიგუს ზოგადად პუტინის გუნდის კაციც არ არის. ანუ ის სხვა დაჯგუფების ან შოიგუ იყო სხვა ხელისუფლების ცენტრის ლიდერი. როგორც მედვედევი იყო სხვა ხელისუფლების ცენტრის ლიდერი. იმიტომ რომ რუსეთში რამოდენიმე ხელისუფლების ცენტრია, დღესაც არსებობს ეს ხელისუფლების ცენტრი. ერთ-ერთი მათგანი არის პუტინის ხელისუფლების ცენტრი და ამ ხელისუფლების ცენტრებს კურირებს სხვადასხვა დასავლური სპეცსამსახური თუ ქვეყანა, მაგრამ ინგლისი, საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, მაგალითად მე ვთვლი, რომ პუტინი არის ამერიკის შეერთებული შტატების ებრაული ხელისუფლების ცენტრის ლიდერი. რუსეთში ოღონდ. და ამერიკაში ტრამპი არასაკვირველია. ჩემი აზრით ტრამპი და პუტინი არიან ერთი გლობალური ქსელის ორი ფიგურა. ხო,
ერთი და იგივე ან მონათესავე, ასე ვთქვათ და შოიგუ საერთოდ სხვა იყო. შოიგუ ალბათ უფრო ინგლისის აგენტი იყო, ვიდრე სხვა, ჩემი აზრით. ამიტომ შოიგუ დააყენეს ესეთი არჩევანის წინაშე. ან პრიგოჟინი ჩამოდის მოსკოვში და იქ მას ან შეაჩერებენ გზაში, ან არ შეაჩერებენ. ხო? იმიტომ რომ და იწყება ეგრეთ წოდებული გამოძიება. პრიგოჟინი მოდის თავისი პაპკით, ასე ვთქვათ, თავისი პრეტენზიებით. მე პრეზიდენტი გამოვიდოდა ტელევიზიაზე და იტყოდა რომ იცით რა, მოდი არ გვინდა ეხლა ჩვენ ომი და შენ პრიგოჟინო მოდი აქ, მოიტანე ეგ საბუთები და დავსხდეთ შენთან შოიგუსთან აი კომისია შევქმნით რაღაც საგამოძიებო კომისიას და იქ უკვე რაც მერე მოხდა უკვე ეს შოიგუს მოადგილეების დაჭერა, იქ რაღაც სქემების გამოვლენა და ნუ კორუფცია ხო ყვავის, რასაკვირველია ყველა შტოში რუსეთში და ეს უკვე გავიდოდა ტელევიზიებში და ბოლო მაინც გადადგომა იქნებოდა, მაგრამ გადადგომა იქნებოდა უკვე უფრო არასახარბიელო მომავლით შოიგუსთვის. ალბათ შოიგუს დაიჭერდნენ, რომ მას თანხმობა არ მიეცა, ხო? მაგრამ მეორე ვარიანტი იყო, რომ პრიგოჟინს სადღაც აჩერებდნენ დაუშვათ და შოიგუ დებდა პირობას, რომ ის გადადგებოდა თავის და მას მიყვებოდა მე რასაკვირველია მისი მოადგილეებიც, რაც შემდეგ მოხდა. მან გარანტორად, როგორც ჩანს, გამოვიდა ბელორუსიის პრეზიდენტი. პრიგოჟინი გაჩერდა, ის მერე გადავიდა მე მგონი ბელორუსიაში. და რასაკვირველია ეს პუტინთან შეთანხმებით ლუკაშენკო გამოვიდა გარანტორად და გააცილა, ასე ვთქვათ, იმის შოიგუს ხალხს და შოიგუს სპეცსამსახურებს და შოიგუს სპეცდანიშნულების რანს თუ შოიგუს კილერებს, ხო? მაგათ ხო ყველაფერი თავისი აქვს. მაგ მას deep state-ებს. ეს ფაქტიურად deep state-ებია ყველა აბსოლუტურად. ან ერთი იმარჯვებს მეორეზე, ან მეორე პირველზე, ან მესამე ამურს ჩაძირავს და ესე ხდება რა. ეს არის ჩვეულებრივად ბრძოლა ხელისუფლებისთვის. და შემდეგ მოგეხსენებათ უკვე რაღაც ავიაკატასტროფა, სადაც ესე იგი პრიგოჟინიც, მისი მოადგილეც და იქ მესამე კიდე ვიღაც, ანუ ყველაზე ინფორმირებული ხალხი, რომლებიც იყვნენ ერთმანეთის გარანტორები, რომ ერთ თუ რამე მოვიდო და ის მეორე დაიცავდა, რაღაც გამოაშკარავებდა და რატომღაც ეს ხალხი ერთად აღმოჩნდნენ თვითმფრინავში თუ ერთმანეთში, რომელიც ჩამოვარდება მერე და ეს დაღუპულად გამოაცხადებენ. რასაკვირველია, დაღუპული არავინ არ არის, პრიგოჟინი ახლა სადღაც არის, ალბათ. ანუ ეს იყო ჩევეკა ვაგნერის შექმნის ერთ-ერთი მთავარი გეგმა და მიზანი. და რასაკვირველია, უკვე ეს ხალხის გაწვრთნა მოგეხსენებათ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და ყველა დიდ სახელმწიფოში ყოფილ სამხედროებს უშვებენ ამ მიმართულებით. რაღაც კერძო დაცვის სამსახურების და კერძო საომარი კამპანიების მებრძოლებად, ასე ვთქვათ. გამოიწერეთ და გააზიარეთ არხი, გააკეთეთ დონაცია, ხელი შეუწყოთ არხის განვითარებას და მეკპირდებით, რომ თქვენი აზროვნება უფრო საინტერესო გახდება.